გამარჯობოთ. აი ეს დიდი თეიმურაზ ციკლაურის სასცენო პიჯაკია. აი ეს კი მამუკა ონაშვილის შარფი. იქით დოიჯას ქუდი. აქეთ ეთერკაკულიას მოსასხამი. იქით ოტია იოსელიანის პირადი კოლექციიდან სასმელი. ეს თემოს ფირფიტები პირადი. ეს ჩემი მუზეუმია. მაგრამ განსაკუთრებული ერთი ამ მუზეუმში დიდი თემურის აი ეს სასცენო პიჯაკია. სხვათა შორის ამ სასცენო პიჯაკში დღემდეა აი ეს მოიცა აი ეს გულის ჯიბის მხარეს ჩადებული ძალიან ლამაზად ყოველთვის ლამაზად დაკეცილი ღირსახოცი ხელსახოცი რავი რაც ქვია. თემოს ყოველთვის ქონდა სცენაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად დიდ კონცერტებზე აი ეს ლამაზი შინდისფერი ხელსახოცი ცხვირსახოცი რაც გინათ ის დაარქვით ლამაზად დაკეცილი გულის ჯიბის მხარეს და ეს პიჯაკიც ხშირად ეცვა ხოლმე. სხვათა შორის მე რამ გამახსენე ხე ეს ყველაფერი იმან რომ ბევრისთვის მე და თემო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. მერე მის სიკვდილამდე 10 წლით ადრე დავძმაკაცდით. ოღონდ ძმაკაცობის და აი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ბევრმა იცით ჩემი და თემოს ურთიერთობის შესახებ, ჩვენი მეგობრობის შესახებ, ჩვენი საქმიანი ურთიერთობების შესახებ, მაგრამ მე მქონდა კიდევ ერთი აკვიატება, თემო ძალიან მორიდებული იყო ხოლმე ასეთ დროს ამ საქმეში, როცა მე მას აკვიატებულად ვეუბნეოდი, რომ თემო შენ ყველგან უნდა გამოჩნდე, ყველგან უნდა იყო. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ახალგაზრდები შენს ბუნებას, შენს ვაჟკაცობას, შენს კაიკაცობას შესაძლოა ნაკლებად იცნობენ, ვიდრე ჩემი თაობის და ჩემზე უფრო დიდი თაობის ადამიანები. თავდაბალი კაცი იყო თემურ ციკლაური. ერიდებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მე მისთვის კარგს ვამბობდი და მისთვის კარგს ვაკეთებდი. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ შესაბამისად საქართველოს იმ თაობისთვის, რა თაობას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრისთვის მიმიცია საშუალება თემოს ახლოს გაცნობისა, მასთან პირადი მეგობრობისა. ბევრმა ეს ვერ შეიშნო. ბევრმა ეს მეკუთვნოდა და იმიტომ ასე მოხდაო ჩათვალა. სულ რამდენიმემ და ალბათ ერთი ხელის თიძე ჩამოსათვლელმა ადამიანმა დააფასა აი ეს საშუალება. მათ შორის იყო ერთ-ერთი ადამიანი ადრე ჩვენს წრეში ტრიალებდა ამ ქალბატონს მივეცი მე საშუალება თემურისთან ახლოს დამეგობრობის უფლება, მასთან ყოველდღიური კონტაქტის და მასოს ერთხელ დაბადების დღის საჩუქრის პირადად გადაცემის საშუალებაც მივეცი. ახლა ეს ვიდეო ამომიგდო და უბრალოდ გამახსენდა. შემითანხმა ეს საჩუქარი ძალიან კარგი შინაარსობრივად ლამაზად გადაწყვეტილი საჩუქარი მოუფიქრეთ მაშინ თემოს და ქუჩაში შევხვდით მახსოვს და ამ ქალბატონს თავისივე ხელით გადავაცემინე დიდი თეიმურაზ ციკლაურისთვის ეს საჩუქარი. თემოს მაშინ ძალიან გაუხარდა. მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრები არასოდეს არავისგან არ აკლდა თემოს და მით უმეტეს პირდაპირი გაგებით ძვირფასი საჩუქრები, მაგრამ თეიმურაზ ციკლაური ის კაცი იყო, ვისაც ყოველთვის უხაროდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა,
ვისაც მე ვაძლევდი საშუალებას, რომ დიდ თემურთან ემეგობრა და ქონოდა შანსი სწოდნოდა სინამდვილეში ვინ იყო თეიმურაზ ციკლაური, განა მომღერალი, არამედ ერთი რიგითი ქართველი ადამიანი თემურ ციკლაური. ხო, ის უკვე ვთქვი, რომ ბევრმა ვერ გამოიყენა შანსი, საერთოდ რამდენიმე გამოიყენა თქო და ამ შემთხვევაში სიტყვა გამოყენება ალბათ მისი საუკეთესო განმარტებით შეგვიძლია ჩავსვათ კონტექსტში. ხო და ეხლა გამახსენდა, რომ თემოს უძღვნიდნენ ლექსებსაც. ფურცელზე დაწერილ ლექსებს აგროვებდა ხოლმე. აი ესე ასობით ლექსი ქონდა შეგროვილი და ჩვენ გვინდოდა ამ ლექსებისგან წიგნის გაკეთება. მე მახსოვს აი წეღანო ქაბოტონი მახსენე მას ამ ადამიანთან ბოლო დაბადების დღე იყო ეს თემურის, იმიტომ რომ 2020-ში უკვე სამწუხაროდ თემო თავის დაბადების დღეზე გათიშული იყო და კლინიკაში იწვა. და მაშინ თქვით, ვიდრე მის გარდაცვალებამდე, რომ ჩვენ ეს წიგნი უნდა გაგვეკეთებინა ასობით წერილი, რომელსაც თემურის ხელიდან ხელში აწვდიდნენ. წერილი, ჩვეულებრივი ფურცელზე დაწერილი წერილი. ასობით. და მათ შორის უმეტესი ლექსი იყო, ხა საქართველოში ხო იცით, ყველა პოეტი და ყველა მომღერალია და როცა ადამიანი გიყვარს, ლექსის დაწერაც არ გიჭირს. ასე არ უჭირდა ხალხს თემურისადმი სიყვარულის გადმოცემა და მისთვის ლექსების მიძღვნა. მერე მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ეს კრებული ვეღარ გამოვეცით. ახლა გამახსენდა იმ საჩუქრის გადაცემის ვიდეოს, რო უყურებდი შუა ქუჩაში, ყინვაში, თემოს დაბადების დღეზე, იანვარში როგორ გადავეცით ეს საჩუქარი და გამახსენდა ის, რომ ეს წერილები მე ყველა წაკითხული მაქვს. ეს ლექსები ყველა წაკითხული მაქვს. არ ვიცი ხა რამდენად აქვს აზრი კიდევ იმ წიგნის გამოშვებას და გამოცემას, მაგრამ ალბათ მოვა დრო. დრო კი სამწუხაროდ ასეთი ადამიანების დავიწყებასაც ახერხებს, თუ არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქ მისი დარჩენილი ძმაკაცები გვქვია. ყველა თავის ცხოვრებით ცხოვრობს, ყველა თავის გზას აგრძელებს, ყველას თავისი გაჭირვება აქვს, ყველას თავისი პრობლემა აქვს და შესაძლოა გარდაცვალებული მეგობრებისთვისაც ნაკლებად მოიცალოს ვინმე და მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვისაც, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ იმ მისიის გაგრძელება, რაც მის სიცოცხლეშივე მქონდა ჩემი თავისთვის დასახული, ის რომ სიცოცხლეშივე ძალიან ბევრს გაეცნო თემურ ციკლაური ახალგაზრდა ადამიანს და მისცემოდა მასთან მეგობრობის შანსი, ვინ როგორ გამოიყენებდა ამ შანსს, ეს სხვა საქმეა. ალბათ მისი გარდაცვალების შემდეგაც ბევრს უნდა მიეცეს ეს შანსი, რომ იცნობდეს სინამდვილეში რა კაცი ყავს საქართველოს, რა ადამიანი ყავს საქართველოს. მის შემდეგ ბევრმა იმღერა თემოს ნამღერის სიმღერები, ბევრი მისი ხმითაც მღერის და ბაძავს, მაგრამ თქვენ ხო ყველამ კარგად იცით, რომ ვერასოდეს ვერავინ თეიმურაზ ციკლაურის მსგავსად ვერცეთ მის სიმღერას ვერ შეასრულებს. ვისი კომპოზიტორის დაწერილიც არ უნდა იყოს, რომელი კომპოზიტორის დაწერილიც. ვერც ამ ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს ვერავინ. გულდასაწყვეტი ის არის, რომ შანსი, რომელიც მის სიცოცხლეში ბევრმა ხელიდან გაუშვა, ახლაც ვერ ხვდებიან, რომ კიდევ გამოსაყენებელია და კიდევ შეიძლება ამ შანსის გამოყენება. იმიტომ რომ ეს კაცი გარდაიცვალა, არ მომკვდარა. და მინდა რომ ეს შანსი ყველამ გამოიყენოთ. გაგვთ ეს შანსი კიდევ.